Უშუალოდ მერიასთან ქუჩა გადასახადიან აქცია გამოდიოდა 70-80. ძალიან ბევრი მიმართულებით ემთხვევა ეს პროცენტულობა. მთელი ამ აკადემიური საზოგადოების 10-12% შეიძლება იყოს აქტიური და ისიც ასე დაგსახსულა რა თქმა უნდა ამ რეფორმასთან დაკავშირებული აკაკის ზექაროშვილი დილით საკანოს სამი განათლების სამისთვისთან აქციების სტუდენტების შეკრება რომ იყო მაქსიმუმ იყო მისვლა იქამდე აი საათმე თესეულში აუდიტორიაში შევიკრიბოთ და არ ვიცი თუ ეს მოხდა და უკვე აქ შევიკრიბეთ და ფიქსირებული გახდება კარგია მაგრამ მაინც უკეთესია რომ საკოორდინაციო პლატფორმას დაასწრეს არა მარტო შეკრებები და კიდევ კარგი საჭირო იქნება მაგალითად კვირიდან კვირამდე ყოველ დღეურად თუ ჩვენ სფეროში გვინდა რამე ღონისძიება ხდება და საორიენტაციო საკურადღებოა მე ვიცოდი რომ აი იმ ადგილზე რომ შევალ ინტერნეტში თუ საინფორმაციო სივრცეში მე იქ ნახავ რა ხდება და სადაც შემთხვევით არ ამომიგდეთ რომ რაღაც ღონისძიება მოხდა საჭირო და ბავშვად ასევე მე ვფიქრობ რომ ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა რომელიც ვიღაცებმა შეიმუშავეს ის ხალხიც მოვიწვიოთ აქ არ იქნებოდა საჯარო შილება-სავით იქნებოდა და უპასუხო ჩვენ კითხავთ ლაივში ვარ და შემდგომში არ იქნება შეიძლება არცადაც არ მოვიდნენ ისინი მაგრამ ისეთ კითხვებში დაგენა და ერთ-ერთი იდეა ხო არ ვფიქრობ რომ აკადემიური საზოგადოების გასააქტიურებლად იმიტომ რომ ბევრი ეხმარებს უყურებს ისინი შეიძლება ვინც არ არიან აი ვინ იქნება ეს პირველი რომელიც ამას გააკეთებს და შეიძლება შემდეგ ამოიღოს ხმა შეიძლება გავაკეთოთ ფორმატში ხო ან სხვა დღეს ან იგივე დღეს კონფერენციასავი დაუშვათ უნივერსიტეტის როლი დასაწყისისთვის უნივერსიტეტის როლი და აკადემიური საზოგადოება დიქტატურის პირობებში ერთიანი კონფერენცია კვირაში ერთხელ 4 სეგმენტ მაგის ჩამოწერილი შემდეგ შემიძლია დაგირიგოთ ან შეიძლება ტრანსფორმაციასაც ეგვიმდებარებოდეს ეს იდეა და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დაუშვათ ეს არ იქნება ძალიან დამკურთველი ასე ვთქვათ ძიმე 3-5 წუთი ამ თემების ირგვლივ შეგვიძლია დაუშვათ ასე გამოვიდეთ და ეს შეიკრას რაღაცა ეს მოზაიკურად და კონფერენციის მიზანი რა თქმა უნდა მხოლოდ კონფერენცია და დისკუსიები არ იქნება და ღირებულებების შესახებ აქცენტების გააქტიურება არამედ რომ მოხდეს ჩვენი საზოგადოების მინიმუმ ჯერ ჩვენ შეგნით კონსოლიდირება ერთმანეთის მოძებნა საორიენტაციო სივრცის შექმნა და შემდეგ მემორანდუმი შეგვიძლია მივიღოთ აკადემიური მემორანდუმი ან თავისუფლების აკადემიური თავისუფლების მემორანდუმი და განვახორციელოთ ანუ სისტემური ხასიათი რომლებსაც ამას ყოველთვის იმას თუ არ უნდა ვიტყოდი რომ შეგიძლია დავასრულოთ საერთოდ დავიღოთ მისდათ რომ 1 საათი გაგრძელდეს ახლა აციდება უფრო და უფრო იქნება ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეა ცხადია ეს სხვა პრობლემები არსებობს ეს რეფორმა რაც არ ვილაპარაკია მაგრამ უცხოელი სტუდენტების საკითხი აღმოცენებია უნივერსიტეტების ფინანსური ავტონომიის საკითხი აღმოცენებია საკითხია ამაზე შემდეგ შეხვედრებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ მაგრამ თხოვნა იქნება შემდეგისთვის რომ უთხრათ თქვენ კოლეგებს სტუდენტებს სხვა პროფესორებს რომ შემოგვიერთდნენ ასევე წამოიღეთ იდეები რაც შეიძლება გამოგვადგეს მაგალითად აქ რაც ითქვა ის მნიშვნელოვანი იდეებია ხო მაგალითად რექტორებთან საუბარი და მოთხოვნა რომ აუხსნან რატო უჭერენ ან არ უჭერენ ხარს ამ რეფორმას ასევე განცხადების მიღების მოწევა არ მხოლოდ აქ არამედ შეიძლება უნივერსიტეტებშიც მნიშვნელოვანი იყოს რომ მოიწვიოს აკადემიურმა პერსონალმა და მოითხოვოს რეალურად არასთხოვოს სტანდარტება იმიტომ რომ არ შეიძლება აკადემიური სივრცის შესახებ განცხადებებს იღებდნენ აკადემიური სივრცის ჩაქვის გარეშე და მათ ხარჯზე სინამდვილეში ეს განცხადება მიიღებთ თქვენ ხარჯზე და არა თქვენ თავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იგი მადლობა ყველას მოწონებისთვის შემდეგ სამშაბათი გამარჯობა ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სადაც გაიმართა დისკუსია
განათლება საფრთხეშია. ყოველ სამშაბათს პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები აპირებენ ახალ მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით და მის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე ჩაატარონ დისკუსიები, საჯარო დისკუსიები და ერთად მოიძიონ გამოსავალი და ბრძოლის ის მეთოდები, რომელთაც შეიძლება რომ მოაგვარონ ეს პრობლემა, რომელსაც თვლიან, ვინაიდან მათი თქმით, როგორც სახელწოდებიდანაც ნათელია, რეფორმა, რომელიც აინიცირა ქართული მოსახლეობამ, საფრთხეში აგდებს ბოლონიის პროცესს და ზოგადად განათლებას, რომელიც ისედაც არ არის კარგ მდგომარეობაში. მე შევეცდები გავესაუბრო აქ შეკრებილ პროფესორებს და უფრო მოკლედ და ზუსტად გავიგოთ რა არის მათი სათქმელი. გავჯობა. ნეტგაზეთიდან ვართ ლაივში. მოკლედ თუ შეგვიძლიათ გითხრათ, თქვენი გეგმა რა არის, რა ინტენსივობით გეგმავთ შეხვედრებს და რა იქნება ამ შეხვედრების მთავარი მიზანი, რის მიღწევასაც ცდილობთ. ეს შეხვედრები გაიმართება ყოველწლიურად, ყოველ სამშაბათს, შედის დასავლეთზე, CSO-ს კონფერენციის წინ, სადაც ვიმსჯელებთ განათლების პოლიტიკის საკითხებზე. პირველ რიგში მთავარი თემა არის ეს ეგრეთ წოდებული კონცეფცია და რეფორმა და თუ გაზიანს აკენებს ეს რეფორმა სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებს, თვითონ ქალაქების სოციო-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, ქვეყნის განვითარების პერსპექტივას გაზიანს უქმნის და გარდა ამისა ჩვენ გვინდა ასე ვილაპარაკოთ ალტერნატივებზე და ჩვენ თვითონ რა ხედი ვიღებთ განათლების პოლიტიკის განვითარების და კონკრეტულად ველოდებით ყველა სტუდენტებს, მშობლებს, სკოლის მოსწავლეებსაც კი პროფესორ მასწავლებლებს არა მხოლოდ CSO-დან ბუნებრივია, არამედ სხვა უნივერსიტეტებიდან. გეგმა ეს არის, რომ რაღაცნაირად საზოგადოების კონსოლიდაცია და მობილიზაცია შეუწყოთ ხელ და აი ფოკუსირებულად უშუალოდ განათლების პოლიტიკაზე ვიმსჯელოთ და ერთობლივად, აი დემოკრატიულად, რასაც ქვია, ხო, აი ამ პროცესს დემოკრატიული პროცესი, დემოკრატიულად ვიმსჯელოთ, მოვიფიქროთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. დიდი მადლობა, გოთა ჭანტურიას უსმენდით ახლა. როგორც მისგან მოისმინეთ, ახლა დაინიცირებული განათლების რეფორმის ირგვლივ გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ყოველკვირეული შეხვედრა დისკუსიები, სადაც შესაძლებელი მოქალაქეები ერთობლივად იმშელებენ და მოიფიქრებენ იმ მეთოდებზე და იმ შესაძლო სამოქმედო გეგმაზე, რომელმაც შეიძლება განათლება იხსნას იმ საფრთხისგან, შეუქმნის. ასევე, როგორც ცოტა ხნის წინ მოისმინეთ, გარდა ამ საკითხის განხილვისა და იმ საფრთხეების მსჯელობისა, რომელიც შესაძლოა მოიტანოს ამ განათლების რეფორმამ, აქ შეკრებილი ლექტორები, აქ შეკრებილი პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე ისაუბრებენ რაღაც ალტერნატიულ საშუალებებზე და იმ გეგმაზე, ის შეიძლება განვითარდეს ზოგადად ქართული განათლების სფერო და ზოგადად განათლების სხვადასხვა ინსტიტუტები. თქვენ უყურებდით ნეტგაზეთის ლაივს, მე დროებით დაგემშვიდობებით. დღეს უწყვეტი პროტესტის 342 დღეა რუსაულის გამზირზე პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო პროევროპული აქცია. სწორედ აი იმ აქციიდან შემოგთავაზებთ განახლებულ ინფორმაციას და გაგაცნობთ ვითარებას თუ რა ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მადლობა და ნახვამდის.